სანაცვლოდ დაიბლობა ამერიკის სენატში მეგობარი აქტი თემაზე გამოძიებას აიფაქტი აქვეყნებს. ირკვევა, რომ პროცესის უკან ორი ადამიანის პირადი ინტერესები და მილიონიანი გარიგება დგას. ესენი არიან ტეხასელი ნავთობმაგნატი სტივ ნიკანდროსი და ყოფილი სენატორი, ამჟამად დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი მარკ უეინ მალინი. ქართულმა ოცნებამ ნიკანდროსის ბიზნეს მილიონობით დოლარის ვალი აპატია და ფინანსური შეღავათები მისცა. სანაცვლოდაც მან ლობისტების საშუალებით ხელისუფლება ოცნების გარდაუვალი ამერიკული სანქციებისგან იხსნა. ამ თემაზე ვიწყებთ საუბარს მანჩო ღოღობერიძესთან, რომელიც გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედრით ჩვენთან. შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე გადაირჩინა საკუთარი თავი ამ სანქციებისგან. პრინციპში ფაქტები მეტყველებს, რომ მათ რაღაცნაირად კულუარებში აწარმოეს ერთგვარი გარიგება, რომელიც აწყობდათ მათაც და გარიგების მეორე მხარესაც და როგორც ჩანს ეს იყო სწორედ ამ საარბიტრაჟო დავით დაგროვილი 15 მილიონი ლარის, დაახლოებით 6 მილიონი დოლარის დავალიანების, ასე ვთქვათ, ჩამოწერა. ამბავი მოკლედ რომ ავხსნათ, ხო, ანუ სქემა მეგობარი აქტის დაბლოკვის უკან იყო ასეთი, რომ კონკრეტულად იმ სენატორის უკან, ვისი ხელითაც დაიბლოკა ეს აქტი, გვახსოვს 2025 წლის დეკემბერში და იქამდე სექტემბერში, იდგა სხვა ადამიანი, ყოფილი სენატორი მალინი. ამ მალინის უკან იდგა საქართველოში მოქმედი ნავთობმაგნატი სტივ ნიკანდროსი და სწორედ სტივ ნიკანდროსმა გამოიყენა, ასე ვთქვათ, კოზირად მისი ბიზნესის კრიზისული მდგომარეობა, რომ ეს გამოიყენებინა შემდეგ ვაჭრობაში და შეეთავაზებინა, როგორც ჩანს ქართული ოცნებისთვის, რომ იმის სანაცვლოდ თუ მას აპატიებდნენ ამ დაგროვილ დავალიანებას და ქვეყანას ფაქტობრივად იოლი გზებით დატოვებდა, იმიტომ რომ მას უკვე წაგებული ჰქონდა ამ დროისთვის მნიშვნელოვანი საარბიტრაჟო დავა, ის სანაცვლოდ გამოიყენებდა თავის გავლენიან ლობისტურ ქსელს სენატში და რეალურად სწორედ ეს მოხდა, იმიტომ რომ მან ძველი ნაცნობები არიან ყოფილი სენატორი მარკ უეინ მალინი და სტივ ნიკანდროსი, ჯერ კიდე 6 წლის წინ დაახლოებით ნიკანდროსი იყო მისი საარჩევნო კამპანიის დონორი, შესაბამისად მასთან ფაქტობრივად, როგორც ვამბობთ, ვალში მყოფი სენატორი იყო ის და ლობისტური საქმიანობის წარმოებაც ფაქტობრივად მას, ასე ვთქვათ, ევალებოდა ნიკანდროსის წინაშე. სწორედ ეს მოხდა, რეალურად ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად კი ეს 15 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც პრინციპში უნდა მოხმარებოდა საქართველოში, ვთქვათ, აი ბუნებრივი რესურსების მოპოვების მიმართულებით განვითარებას, იმიტომ რომ ეს იყო სახელმწიფო კორპორაციის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ფული და მათ პირდაპირ დაწერეს მათ ფინანსურ ანგარიში, რომ ამხელა თანხა 15 მილიონ ლარზე მეტი მათ ბალანსიდან ჩამოიწერეს და თქვეს უარი ამ თანხის მიღებაზე, იმიტომ რომ კომპანია ცნეს გადახდის უნარით. და კიდევ გისმენთ დროის ასე ვთქვათ, დამთხვევა როგორ ხდება, აი თქვენ რასაც დააკვირდით, ვიცით როდის დაიწყო თქვათ ეს პროცესები, პირველი შეფერხება, შემდგომ მედიაც აქტიურად აშუქებდა მათ შორის ამერიკული, რომ რაღაც პრობლემები იქმნებოდა აქთან დაკავშირებით და მაშინვე დასახელდა ეს მალინი, რომელიც სხვათა შორის ძალიან კრიტიკული იყო ოცნების ხელისუფლების მიმართ, ხო და რაღაცა მიზანში ყავდა ამოღებული ივანიშვილი, როგორც რაღაც პუტინის მარიონეტი თუ რაღაცა ეს შეფასებებს იყენებდა. კი, ამაზე გეტყვით, ხო, ამის თქმა მინდოდა სწორედ, ან რაც შეეხება პირველ კითხვას რომ უპასუხო დროში დამთხვევას, ან ფაქტები ასე ლაგდება, რომ გვახსოვს, რომ 2024 წლის მაისში დაინიცირდა ეს აქტი, შემდეგ პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა, უკვე 2025 წლის გაზაფხულზე და შემდეგ უკვე პრობლემები შეექმნა შემოდგომაზე და ზამთარში, დეკემბერში დაიბლოკა, ხო? ფაქტები აჩვენებს, რომ ჯერ იყო პატიება, ასე ვთქვათ, ამ გადახდის უნარობის საქმის დაწყება ნიკანდროსის კომპანიის ფრონტერას მიმართ, ასე ვთქვათ, წინსწრებით მოხდა ეს სარგებლის მიღება და სანაცვლოდ რაც უნდა გაეკეთებინა ნიკანდროს, ეს მოხდა დროის გასვლის შემდეგ, დაახლოებით 1 წლის გასვლის შემდეგ. ანუ რაღაც გარანტია მიიღო ასე. ხო, ერთგვარი გარანტია. აჩვენეთ შედეგი. და რაც შეეხება იმ წარსულში, ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ რეალურად სტივ ნიკანდროსიც მათ შორის და მისი ეს მეგობარი გავლენიანი ყოფილი სენატორი მალინიც საკმაოდ მწვავე ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდნენ ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ. აი მეტი მწვავე რა უნდა თქვა სენატორმა, ხო, როცა ის ამბობდა, რომ
ოლიგარქს უწოდებდა ამ ტერმინს იყენებდა პირდაპირ მალინი, ანუ მეტიც ამბობდა რომ რუსული სკოლის ოლიგარქი იყო ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირე და ნიკანდროსის ამერიკულ ბიზნესს საქართველოში ავიწროვებდა, ან ინიციატივითაც კი გამოვიდა მალინი და თქვა რომ აი საქართველოში ბიზნესის პრაქტიკა არის ესეთი რომ ავიწროვებენ ამერიკულ ბიზნესს და მაშინ ითხოვდა საქართველოს ხელისუფლების სანქცირებას და აი რაღაც ხოის საოცრებავ 6 წლის შემდეგ სრულიად იცვალა ფერი ამ ადამიანმა და რომელიც ერთ დროს ხელისუფლებას აკრიტიკებდა და საუბრობდა საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე, უცებ ის გახდა პირიქით მსრულველი და გარანტი იმის, რომ ეს მეგობარი აქტი, რომლის დღის შუქზე გამოსვლაც, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას არ აწყობდა, მალინმა იზრუნა ფაქტობრივად მათზე და ამ აქტის მკაცრ სასჯელს და შედეგებს ააცილა ქართული ოცნება. კონდათ ბუნებრივად ეკნებოდეს, მაგრამ პასუხები თუ მიიღეთ, აი თქვა განმარტება ან თქვა ფრონტერას, ანუ ამ შემთხვევაში ნიკანდროსის მხრიდან, ან მალინთან თუ კონდათ. სამწუხაროდ არა, ჩვენ ასეთ პრაქტიკით მუშაობთ, რომ რაღაც მერე რომ არ იყოს პრეტენზია, რომ რაიმე თემა ცალმხრივად გაშუქდა და ვინმეს პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მივეცით. ჩვენ ან ყველა ჩართულ მხარეს, ვისაც წერდით ამ მასალაში, მათ შორის მალინს და მის კომპანიას ფრონტერას ოფიციალურ საკონტაქტო ინფორმაციაზე დავუკავშირდით, რა თქმა უნდა. მივეცით დრო, ანუ ეს არ იყო რაღაც წინა დღეს მივწერეთ ან ერთხელ დავურეკეთ და არ გვიპასუხეს და დავნებდით. მივეცით დრო და მოვუყევით რაზე ვაქვეყნებდით მასალას და თუ ისინი დროულად არ გამოგვახმაურებოდნენ, მათი პოზიციის გარეშე გამოქვეყნებოდა სტატია და ნუ ასეც მოხდა. მათგან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია და ნუ ოფიციალური პოზიცია სახელმწიფოში ვიცით, რომ მათ გადახდის ზუსტად ესე წერენ, რომ გადახდის უნაროდ მიიჩნიეს ფრონტერა, იმის გამო, რომ ფრონტერას სხვა კომპანია კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული იყო გაკოტრებული და კომპანიას არ ჰქონდა ფული და ფაქტობრივად დაწერეს, რომ აზრი არ აქვს ამ თანხის მოთხოვნას, მის მიღებაზე ფიქრს, იმიტომ რომ ეს მაინც ვერ მივიღებთ ამ თანხასო და ესე მარტივად თქვეს უარი. რაც რეალურად ახლა ის საბადოები, სადაც ფრონტერა მუშაობდა, ეს არის კახეთის ტერიტორია, მე-12 ბლოკს ეძახიან იქაურობას, ფრონტერა იქ აღარ მუშაობს, კორპორაციამ გადაიბარა, მიტოვებულია იქაურობა და ნუ რეალურად მაყურებელმაც რომ გაიგოს, ეს 15 მილიონი ლარი არის დიდი თანხა, რომელიც შეიძლებოდა რომ დაბრუნებულიყო საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ, თუ ეს მოხმარდებოდა ნავთობის და გაზის კორპორაციის საქმიანობას, თუნდაც ნავთობის მარაგების ათვისებას და შემდეგ ნუ ვიცით რომ ახლა ადგილობრივად არ გვაქვს დიდი მარაგები ამ რესურსის, მაგრამ უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. მალინთან დაკავშირებით რაღაც პერსონალური გამოცდილებაც რო გაგიზიაროთ, ჩვენც პირადად მე თვეების განმავლობაში ვცდილობდი რომ მომეპოვებინა კომენტარი რა ამ გამოიწვია მისი ამ პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება, მაგრამ ვერ მივიღეთ ეს განმარტება. თუმცა როცა როიტერსმა გამოაქვეყნა თავიდან ეს ინფორმაცია და მათ თქვეს რომ სენატორებმა მიიღეს წერილი, სადაც მათ ნიკანდროსი თხოვდა ლობიზმს ამ მეგობარი აქტის შეფერხების მიზნით, მაშინ ნუ მალინმა უარყო ეს საერთაშორისო მედიასთან და თქვა რომ ეს იყო უბრალოდ დამთხევა და ეს პირადად მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა აი სულ რაღაც 5 წლის წინ როცა ასე წავედა და აკრიტიკებს ეს ბადებს რა თქმა უნდა რიტორიკის სიმძიმესაც გააჩნია ძალიან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ მისი მხრიდან. ბოლოს ასევე მინდა გკითხოთ, აი ეს მინიმუმ აგრესიული ლობიზმი თქვა თუ არ წავალთ პოლიტიკურ კორუფციაში. სადმე უნდა ჩანდეს აი დოკუმენტების ნაწილში, ანუ როგორ ხდებოდა ეს რაღაც პირადი კონტაქტები, თუ რაღაც ოფიციალური სახე უნდა ჰქონოდა, თქვა იგივე ნიკანდროსის ასეთ ჩართულობას და შემდგომ უკვე მალინის რაღაც დაინტერესებას, რომ პროცესზე მოეხდინა გავლენა. კი ბატონო, ჩვენ რა თქმა უნდა მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ამას ვერ ვიტყვით, თუ ჩვენ არ გვინახავს კონკრეტული მიმოწერის შინაარსი, თუმცა საინტერესო არის იქ, რომ ჩვენც ამ მასალებს დავეყრდენით, რასაც ბრიტანული და ამერიკული გამოცემები მაშინ წერდნენ, რომ მათ წყარო მიაწოდა კონკრეტული წერილები, კონკრეტული დოკუმენტები, სადაც წერილობით ნიკანდროსი ამ დაახლოებით 16 სენატორზე იყო საუბარი, 16 სენატორს, რომლებსაც ადრე თავად აფინანსებდა, საარჩევნო კამპანიების დროს თანხას ურიცხავდა, ამ 16 სენატორს წერილობით მისწერა, რომ თუ საქართველოში ამ მეგობარი აქტის მიღებას ხელს არ შეუშლით, ეს ჩემს მომავალ ინვესტიციას დააზიანებს, ესეც უნდა ვახსენოთ, თუმცა შემდეგ ჩანს, რომ ეს ინვესტიცია არ არის
მოკლედ რეალისტური, იმიტომ რომ ეს კომპანია TX Energy ასეთ კომპანიაზე საუბრობს, რომელიც თითქოს საქართველოში 2 წლის განმავლობაში აპირებს 100 მილიონიან ინვესტიციას და ეს შეაფერხებს ჩემს ბიზნესსო და ამიტომ უნდა ჩააგდოთო. ეს იყო ფაქტობრივად საბაბი, ანუ არგუმენტად ეს მოიყვანა, მაგრამ ეს ინვესტიცია არ არსებობს რეალურად. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ჩვენ ამაზე მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია და მე-12 ბლოკზე და სხვა ბლოკზეც ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზია მსგავს არანაირ კომპანიას არ მიუღია და არც დაწყებულა ამაზე მოლაპარაკებები. ეს ერთგვარი ფარსია, შეგვიძლია ესე ვთქვათ და ეს არ იყო რეალური მიზეზი. ძალიან დიდი მადლობა, მანჩო ღოღობერიძე პასუხობდა ჩვენს